მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ ტრადიციულად თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 2 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით. გაშლა გვექნება 2 ვარიანტიანი. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს თქვენთვის და ნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს 2 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლავე შევამატებ თქვენთვის. პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდოთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. ასევე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით თუ თქვენ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მადლიერება გამოხატოთ ლაიქებით, კომენტარებით. ასევე მეგობრებო, მე ავისრულე ჩემი ერთი სურვილი და დავიწყე პროგრამული სანთლების გაკეთება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, წლების განმავლობაში მქონდა მე ეს იდეა თავში, მაგრამ ხელი ვერავარ მოვკიდე და როგორც იქნა მოვკიდე, ამიტომაც უკვე 2 პროგრამული სანთელი, 2 შესაბამისი პროგრამით უკვე არის გაყიდვაში. ვიდეო აქტივატორებსაც გავამზადებ აუცილებლად. ვისაც სურვილი გაქვთ მომწერეთ პირადში და კარგით. აირჩიეთ ვარიანტი. ვინც ვერ მოასწარით არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველ ვარიანტს რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში? თასების დედოფალი. თუ სწორად მახსოვს, წინა კვირაშიც თასების დედოფალი გვყავდა სიგნიფიკატორად. თუ არა სწორად მახსოვს, მიმიტევეთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება ჩვენს თასების დედოფალს ამ ერთი კვირის განმავლობაში 2 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით. რა გელოდებათ აბა? არკანი სამართლიანობა, არკანი სამსჯავრო. მეგობრებო, რა ხდება? ხმლების პაჟი, თასების პაჟი, რეები ხდება თქვენს ირგვლივ მეგობრებო, თასების 5-იანი. შეხედეთ მეგობრებო, პირველ რიგში მე აქ გეტყოდით იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შესაძლოა იყოთ ძალიან სენსიტიურ განწყობაზე, ძალიან ემოციურ განწყობაზე. და პირდაპირ გეტყვით, რომ ზოგადად ემოციურობაში და იმაში, რომ ადამიანი იყოს ემოციური, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, ყველას ძალიან ინდივიდუალური ემოციური ფონი გვაქვს, ხო? ვიღაც მეტად ემოციური არის, ვიღაც ნაკლებად ემოციური. ორივე ბუნებრივი არის, მაგრამ შეხედეთ აქ ცოტათი რაღაც დრამატიზირებაში გადაგდით რაღაცეები. ყოველ შემთხვევაში არის იმის შანსი, რომ გადაგივიდეთ ზედმეტად დრამატულობაში რაღაცეები. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ახლა შევდივართ მარტის თვეში, ხო? და ნახეთ აქ თქვენთვის იქნება ასეთი გადახარშვა, გადაწონება იმისა თუ რა გინდათ, რა ხდება თქვენს რეალობაში, როგორ გინდათ რომ წაიყვანოთ თქვენი რეალობა. აქ თქვენს რეალობაში მოდის ცვლილებები, მაგრამ ცვლილებები მენტალურ დონეზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ამ ერთი კვირის განმავლობაშივე ან თუნდაც მარტშივე ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი სხვანაირი გახდება და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა არა, თუმცა ზოგი თქვენგანი შემთხვევაში ესეც კი შეიძლება იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ. მაგრამ უმეტესობასთან აქ ხედავ უფრო მეტად გადაწონებას აი თქვენს აზრებში, თქვენს ფიქრებში. აი თითქოს თქვენ გინდათ არ გინდათ მოგიწევთ დაფიქრება, მინდა თუ არა ისევ ეგეთი ცხოვრება გავაგრძელო, როგორიც აქამდე მქონდა. მინდა თუ არა რაღაც შევცვალო. თუ მინდა რომ რაღაც შევცვალო, რა მინდა რომ შევცვალო, ხო, ჩემს რეალობაში. რაღაც ასეთი ფიქრები მოდის და ნახეთ მეგობრებო, გასაგებია რომ ასეთი ფიქრები ძირითადად სიმძიმესთან ასოცირდება და თლად მარტივი არ არის საკუთარ თავში გავერკვიოთ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ნახეთ დასტიზირზე მყავს არკანი მაგი, მიუხედავად ამისა თქვენ ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ. თქვენ გამოგივათ ის რომ გააკეთოთ მაქსიმალურად სწორი დასკვნები საკუთარ რეალობასთან დაკავშირებით, საკუთარ სურვილებთან დაკავშირებით და აქ თქვენ უფრო მეტად იქნებით ახლა დამკვირვებელი, ასეთი ინფორმაციის შემგროვებელი. თითქოს რაღაც ახალი ცოდნაც მოდის თქვენს რეალობაში, რომელიც თვალებს აგიხელთ.
რაღაც გარკვეულ სიტუაციებზე. ეს შეიძლება იყოს ცოდნა თქვენ სფეროსთან დაკავშირებით, შეიძლება უბრალოდ იყოს ცოდნა შემეცნებითი კუთხით, ხო? ელემენტარული შეიძლება, არ ვიცი, რაღაც ვიდეოს წააწყდეთ YouTube-ზე, ან თუნდაც საჯარო გაშლას, რომელიც ძალიან სერიოზულად დაგაფიქრებთ რაღაცეებზე. ნებისმიერ შემთხვევაში აქ უფრო მეტად ჩანს ფიქრი, კავშირი ემოციებთან, იმის განსაზღვრა, რა გინდათ, როგორ გინდათ რომ განავითაროთ თქვენს რეალობაში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი მეტალე. თქვენ დაუბრუნდებით საკუთარ თავს, იცით? ყოველ შემთხვევაში ის პროცესები იქნება შეშვებული, სადაც თქვენ საკუთარ თავს უბრუნდებით, სადაც თქვენ იწყებთ საკუთარი ჩრდილების მიღებას, იწყებთ საკუთარი ბნელი მხარის მიღებას, სადაც თქვენ იწყებთ არა მხოლოდ მათ მიღებას, არამედ მათ მართვასაც. შეგახსენებთ, რომ მეგობრებო, ბნელი მხარე და ჩრდილები არ ნიშნავს ცუდს და ბოროტს. ბნელი არის უბრალოდ უარყოფილი, ფარული, რაც ჩვენ ვუარყავით თავის დროზე, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ხო? ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, მაგრამ ასევე შესაძლოა იყოს მგზავრობა, რომელიც ასევე თვალებს აგიხელთ. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ერთი კვირის განმავლობაში მოდის თქვენი თვალების ახელვა, მოდის ახალი ინფორმაციები, ახალი სუნთქვა, ახალი შთაგონება, ახალი ენერგიები, სადაც თქვენ ხართ ასეთი განსაზღვრის პროცესებში. და სულ ეს არის პირველი ვარიანტი. დაგემშვიდობებით ამაზე და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ვნახოთ აბა რა საინტერესოა თასების რაინდი. პირველი ვარიანტი ყავდა თასების დედოფალი, მეორე თასების რაინდი. აქ ყურადღება მოდის თქვენკენ აშკარად, რაღაც ყურადღება, ახალი შთაგონება, ახალი იდეები. ხელოვან ადამიანებს გეტყოდით იმას, რომ კარგად დააკვირდით თქვენს იდეებს, იმიტომ რომ მარტის თვიდან თქვენი იდეები და თქვენი შთაგონება იქნება ბევრად უფრო მძლავრი, ბევრად უფრო სიღრმისეული, ბევრად უფრო საინტერესო, ბევრად უფრო მეტი სიმბოლიზმით შემკული. ყურადღებაც მოდის თქვენკენ, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, თითქოს კონკრეტული ადამიანი თქვენთან მოდის ყურადღებით. ეს შეიძლება იყოს რაღაც მოულოდნელი საჩუქარი, მაგალითად 8 მარტს ან 3 მარტს. რაღაც მოულოდნელი ყურადღების ჟესტი, მოულოდნელი ადამიანისგან მოლოცვაც შესაძლოა იყოს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 2 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით. არკანი პენტაკლების მეფე, კვერთხების 4-იანი, ხმლების 6-იანი, კონკრეტული მამაკაცისგან საჩუქარი მოდის ძალიან დიდი ალბათობით და ქურუმი ქალი. ნახეთ, პირველ რიგში ყველას არ ეხება ცხადია ეს ინფორმაცია, მაგრამ უმეტესობასთან აქ მოდის საჩუქარი კონკრეტული მამაკაცისგან. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ყავთ პარტნიორი, აქ პარტნიორის მხრიდან იქნება რაღაც უფრო სიღრმისეული გვერდში დგომა, როგორც მინიმუმ, ხო? ან რაღაც საჩუქარი, ან რაღაც ასეთი, იმიტომ რომ ეს გვერდში დგომა გამოიხატება ფინანსურადაც და მენტალურადაც. ვისაც ყავთ პარტნიორი, გავიმეორებ, ვისაც არ ყავთ პარტნიორი, აქ რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს სავსებით მოულოდნელი რომანტიული ჟესტი კონკრეტული სხვა მამაკაცისგან, ხო? ვისაც აინტერესებთ, ვისაც თქვენთან მიმართებაში სიმპათია აქვს. თუ თქვენ მამაკაცი ხართ, ამ შემთხვევაში თქვენი რაღაც გვერდში დგომის დაფასება მოხდება, მამაკაცებო. ასევე აქაც ჩანს რაღაც გარკვეული მოძრაობა, რაღაც გარკვეული მგზავრობა. სად მიდიხართ, მეგობრებო? მეორე ვარიანტშიც მოჩანს რაღაც გარკვეული მგზავრობა, რაღაც გარკვეული წინსვლა. შეიძლება იყოს ფიზიკური გადაადგილება, რაღაც ძალიან საინტერესო ადგილას, რომანტიულ ადგილას მაგალითად, ან უბრალოდ მგზავრობის დაგეგმვა, ხო? ასევე წინსვლა რაღაც სხვა კუთხით, მაგალითად რაღაც ახალ საფეხურზე შეიძლება ავიდეს თქვენი ხელოვნება, თქვენი ინტუიცია. განსაკუთრებით ჩემ კოლეგებს გეტყოდით იმას, რომ თქვენი ინტუიცია იზრდება,
თქვენი ინტუიცია, თქვენი შეგრძნებები, სენსიტიურობა, სამყარო ისეული ენერგიების მიმართ, ამიტომაც ყურადღებით იყავით თქვენ სიზმრებთან. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. აბა ვნახოთ. კვერთხების ექვსიანი. მეგობრებო, რა ხდება? სად მიდიხართ, სად მიიჩქარებით? მიიჩქარეთ, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში სადაც არ უნდა მიდიოდეთ, ფიზიკური თვალსაზრისით თუ ფიქრითი თვალსაზრისით, მაგალითად განვითარება, ვისაც გინდათ რაღაც კონკრეტულ სფეროში, ნებისმიერი თქვენი წასვლა, ნებისმიერი თქვენი მგზავრობა ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება დალოცვილი, იქნება წარმატებული. თითქოს აქ თქვენ სამყარო ძალიან გვერდში გიდგებათ. ესეც იგრძნობა. უფრო მეტად აქ ვხედავ მენტალურ რაღაც გადაადგილებას, რაღაც ახალ საფეხურზე ასვლას, საკუთარ რაღაც თავზე გამარჯვებას, რაღაც საკუთარ ნეგატიურ ფიქრებზე მაგალითად, ხო? და დასტის ძირზე მე აქ მაქვს ხმლების 7-იანი. გაფრთხილებას გეტყოდით მეორე ვარიანტი იმას, რომ ზედმეტად ბევრი ინფორმაცია საკუთარ თავზე და მით უმეტეს საკუთარ გეგმებზე არავის არ გაუზიაროთ. თუ რაღაც ახალი კარგი ხდება თქვენს რეალობაში, რაღაც ახალი ენერგიები დადებითი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ნუ იჩქარებთ და ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე ყველასთან. პირდაპირ გეუბნებით. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.